დღეს ორშაბათია, როგორც გახსოვთ, დასვენების დღე მაქვს ორშაბათი არჩეული და მინდა მოკლე მიმოხილვა გავაკეთო პირველი სავარჯიშო კვირის. რაც ზუსტად ვერ შევასრულე ის პროგრამა, რაც გარმინმა შემომთავაზა. ერთი მიზეზი ის იყო, რომ FTP ტესტის გაკეთება მომიწია და მართლა დატვირთვა არ იყო გათვალისწინებული პირველივე კვირაში. და მეორე ის, რომ კახეთში ვიყავი მიწვეული და 3 დღის მანძილზე მომიწია 250 კილომეტრი და 4000 მეტრი elevation. თუმცა პროგრამა საკმაოდ მოქნილია და ყოველდღურად ცვლის სავარჯიშო გეგმას ჩემი დატვირთვიდან გამომდინარე. საბოლოო ჯამში კაი გასართობია ჩემთვის, თან ფიზიკურ კონდიციებსაც მივითარებს, თან ავტომატურ რეჟიმზე მიყენია გამოვლენა და რეკორდების აღმოჩენა, დავუშვათ იგივე 20 წუთიანი FTP, VO2 Max-ი, რაც ჩემთვის ძალიან ისეთია. ადვილი გამოსაყენებელია ვიდრე ლაბორატორიული ტესტების ჩატარება. რა თქმა უნდა, არასდროს არ არის 100% ზუსტი ეს ყველაფერი. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ლაბორატორიაშიც რომ შეიმოწმო სიტყვაზე VO2 Max-ი, სხვადასხვა დღეს სხვადასხვა ენერგია გაქვს, სხვადასხვანაირად ხარ ჯანზე და ყოველთვის ზუსტ მონაცემს ვერ მიიღებ, რა შეგიძლია შენი მაქსიმუმი რა არის. და არც power metris მიერ მოწოდებული ინფორმაცია არასოდეს არ არის 100% ზუსტი. ასე რომ ეს არის იმისთვის, რომ ზოგადი წარმოდგენა გქონდეს ჩვენ ფიზიკურ კონდიციებზე.